გამარჯობა. ეს არის ვარსკვლავების ამბები, არხი, სადაც გაიგებ ყველაზე ცხარე სკანდალებს, სიახლეებს და საინტერესო ფაქტებს ჰოლივუდის ვარსკვლავებზე. თუ ხარ სელებრიტების სამყაროს გულშემატკივარი, აუცილებლად გამოიწერე არხი და არ გამოტოვო ახალი ამბები. ჰოლივუდში სიჩუმე არსუფებს. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალში აღმოჩნდნენ. 400 მილიონიანი სარჩელი, სექსუალური შევიწროების ბრალდებები და მედია სიტყვიერი ომი. როგორ აღმოჩნდნენ საყვარელი ვარსკვლავები სკანდალის ეპიცენტრში და რა საფრთხე ემუქრება მათ კარიერას. ფილმი It Ends With Us უამრავი გულშემატკივრისთვის იმედის მომცემი პროექტი იყო. თუმცა, რაც გადასაღებ მოედანზე ხდებოდა, ძალიან შორს იყო ჰარმონიიდან. მთავარი როლის შემსრულებელი ბლეიკ ლაივლი უკმაყოფილო იყო სცენარით და არაერთხელ ითხოვა გადაღებების სტრუქტურული ცვლილებები. სიტუაცია გართულდა, როდესაც ბლეიკის მეუღლე რაიან რეინოლდსის სცენარში ჩაერია და რამდენიმე სცენა თავად გადაწერა რეჟისორის თანხმობის გარეშე. რეჟისორი ჯასტინ ბალდონი ამ ქმედებას არაპროფესიონალურ ჩარევად მიიჩნევდა. მალე ბლეიკ ლაივლიმ ბალდონის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რეჟისორმა კი მას პასუხად სასამართლოში უჩვლა. სარჩელის ღირებულება 400 მილიონი დოლარია. ბალდონი ამტკიცებს, რომ ლაივლიმ და რეინოლდსმა მედიაში კამპანია წამოიწყეს მის წინააღმდეგ, რათა შეელახათ მისი რეპუტაცია. სკანდალში ერთვება ტეილორ სვიფტიც, როგორც ბლეიკ ლაივლის უახლოესი მეგობარი. რეჟისორის თქმით, სვიფტის გავლენაც გამოიყენეს მის წინააღმდეგ, რათა მედიაზე ზეწოლა მოეხდინათ. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, წყვილი გამოჩნდა ფილმის პრემიერაზე, თუმცა რეინოლდსმა რამდენჯერმე შემთხვევით დააბიჯა ლაივლის კაბას, რაც მედიისთვის ხუმრობის საგნად იქცა, მაგრამ რა ემალება ამ ღიმილის მიღმა? საზოგადოება გაიყო, ზოგი მხარს უჭერს ლაივლის, ზოგი კი ბალდონის, თუმცა ყველა თანხმდება ერთზე. ეს სკანდალი შესაძლოა ჰოლივუდში ძალაუფლების ბალანსს შეცვლის და ახალ პრეცედენტს შექმნის. მიუხედავად ჭორებისა, წყვილი ერთად გამოჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებაზე. 2025 წლის აპრილში ისინი ერთად დაესწრნენ ფილმის კიდევ ერთი უბრალო თხოვნას პრემიერას, რომელშიც ლაივლი მთავარ როლს ასრულებს. მათი ერთად გამოჩენა ბევრმა ჩათვალა სიმტკიცისა და ერთმანეთის მხარდაჭერის დემონსტრაციად. თუმცა ურთიერთობების მტკიცე გარეგნობის მიღმა კვლავ იგრძნობოდა დაძაბულობა. 2025 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ წყვილი აღარ გამოცხადდება მეტ-გალას ბალზე. ეს გადაწყვეტილება მედიამ აღიქვა როგორც შესაძლო ურთიერთობების კრიზისის მორიგი სიგნალი. ამჟამად სასამართლო პროცესი გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მიუხედავად საჯარო ერთიანობის დემონსტრაციისა, კვლავ მედიისა და საზოგადოების ინტერესის ეპიცენტრში არიან. გარდა ამისა, სკანდალმა ზეგავლენა მოახდინა ლაივლისა და მისი კოლეგის ანა კენდრიკის ურთიერთობებსაც. ჭორების მიხედვით მათ შორის დაძაბულობა გაჩნდა, რადგან ლაივლის ირგვლივ განვითარებულმა სამართლებრივმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედა ფილმის სარეკლამო კამპანიაზე. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? მოიგებენ ლაივლი და რეინოლდსი ამ ბრძოლას, თუ ბალდონის მიერ წარდგენილი სარჩელი გახდება მათი კარიერის დიდი დაღი? დატოვეთ კომენტარებში თქვენი აზრი და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ახალი ამბები.